შედების პროცენტმა გავლენა მოახდინოს და ერთი კიდე დამატებით შევიდეს. ვალერი გელაშვილი ხელახალი არჩევნებიდან მიღებული ხმების შედეგად პროპორციულ სიაში პროცენტული მაჩვენებლის გაზრდას ელოდება. ქართული ოცნების კანდიდატმა ხაშურში სასამართლოს რამდენჯერმე მიმართა. გელაშვილი თავდაპირველად 11 უბნის გაუქმებას ითხოვდა, აქედან რაიონულმა სასამართლომ 7 მათგანი დააკმაყოფილა. დანარჩენი 5 უბნის საკითხით კი კოალიციამ სააპელაციო სასამართლოს მიმართა. ჩავთვალოთ, რომ არჩევნები მოგებული იყო, ჩვენ მაინც პროპორციული ხმების წარსულმა გვინდა, რომ მაინც შეიძლება გავლენა მოახდინოს საერთო პროცენტებზე, რომ შეიძლება კიდევ დამატებით ისეთ ერთი დეპუტატი შევექმნათ და ჩვენ პროცედურას ბოლომდე მივიღებთ. გაუქმებულ უბნებზე ხელახალი კენჭისყრა რამდენიმე დღეში ჩატარდება. ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ იმ უბნების რიცხვის, სადაც საარჩევნო პროცესი განმეორებით უნდა ჩატარდეს, შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. გააბათილა სასამართლო ეს-3 უბანი, მე-10 უბანი და უბნზე 6 უბანი და ჩატარდება ხელახალი კენჭისყრა. ეს ხელახალი კენჭისყრა ან როდის? მაგას CSGO გადაჭრა. ხელახალი კენჭისყრის ჩასატარებლად ემზადებიან გორშიც. მეოთხე საარჩევნო უბანზე კოალიცია ხმათა უმრავლესობის მოლოდინშია. ამ ეტაპზე პროპორციული სიდიდე გადაწყვეტილია უკვე. სოსო ვახტანგიშვილი იგებს 470 ხმით. ეს უბანი არის საკმაოდ დიდი უბანია, დაახლოებით 1500 საუნჩეველია. ჩვენ ეს უბანი მოვიგეთ 1 ოქტომბერს 500 ხმით. დაახლოებით 900 ვარი გქონდა შემოწმული საოლქო საარჩევნო კომისიაში. უმეტესი მათგანი პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა და მათი განხილვა პირველი და მეორე დღესვე მოხდა. ერთადერთი უბანი, რომელიც პრობლემა აღმოჩნდა და ჩაიშალა არჩევნები, პოლიციამ დალუქა და წაიღო ბიულეტენები გამოძახების შემდეგ. ეს იყო მეოთხე საარჩევნო უბანი. ამ უბანზე ჩატარდება განმეორებითი კენჭისყრა მაჟორიტარული სიით. ამ დროისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები აღნიშნულ ოლქებში ასე გამოიყურება. რამდენად შეიძლება ეს რიცხვები განმეორებითი არჩევნების ჩატარების შედეგად გორსა და ხაშურში სავარაუდოდ მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.